ის რასაც ჩვენ ადრე გეუბნებოდით რომ თბილისის ქუჩებში ეგეთი სიტუაცია დადგება თქო ნუ ფაქტიურად მოვიდა ეგ დრო ეგ უკვე ჩვენი აღწერილობის და ჩვენი გაფრთხილების თემა აღარ არის აგერ მოვესწარით წესების დადგენა იმის განსაზღვრა ვინსაით უნდა მოძრაობდეს პატარა რაღაცა ინდოეთად პაკისტანად თუ რაღაც გაურკვეველ კიდე სხვა სახელმწიფოთ ჩვენი ქვეყნის დედაქალაქის კონკრეტული უბნების გადაქცევა უკვე რეალობა გახდა კონკრეტული ვიდეო უნდა გაჩვენოთ ჩვენ აუცილებლად და ვისაუბროთ იმაზე რამ გამოიწვია და ვინე ყველაფერი ნუ მე აქედანვე მოვიკითხავ ქართული ოცნების იმ ხარდამჭერებს რომლებიც საკითხის ეაყენებდნენ რომ თორმე ეგეთი პრობლემა არა გვაქვს და რა პრობლემაა და პოზიტიურად შევხედოთ ასევე ჩვენ განვიხილავთ მაგის პარალელურად აი რო უყურებ ამ სიტუაციას და თავრობის მიმართ რომელმაც გაძეძგა აქ შენი სამშობლო უცხო ტომელებით რაღაცა ემოციები ხო გიჩნდება რაღაცა აზრის დაფიქსირება გინდა რაღაცა ფორმით მაგრამ ეგ ფორმები შეიზღუდა იმიტომ რომ ქართულმა ოცნებამ ამოქმედა კანონი რომელიც მათ მიმართ გინებას კრძალავს და მათ შორის ინტერნეტში ოღონდ ოცნების მთავრობის რომელიმე წარმომადგენელმა რო აგინოს ჩვეულებრივ მოქალაქეს ეგ არა უგრძალია ეგ არა ანუ რო იცოდეთ შენ რომ მთავრობას აგინო ეგ ისჯება და მთავრობამ რო შენ გაგინოს არა მაგაზეც ვისაუბრებთ და ნუ პარალელურად იქ საზღვარს გარეთაც საინტერესო ამბები ხდება დონალდ ტრამპი და ილონ მასკი ერთმანეთს დაეჯახნენ და იქ ისეთი სანტა-ბარბარა მიდის რომ გასარჩევია ეგ აი იმ შეთქმულების თეორიის ხალხს უნდა კითხოთ მე აი ყველაფერი დალაგებულია და 3-4 წლით ადრე იგიციან რა უნდა მოხდეს აი ეს რა ხდება ეგ აგვიხსენით და მე მგონი ჩვენ სანამ შემოვიდოდით გადაცემაში საუბრობდით ყველაზე სწორი თეორია რომ მე მგონი სოფლიოს უბრალოდ დებილები მართავენ ნუ სხვა ტერმინი იყო გამოყენებული მაგრამ შინაარსი ესეც იგივეა მოკლედ საინტერესო გადაცემა იქნება დღეს და იმისთვის რომ ჩვენ ეს საქმიანობა ეფექტურად განვახორციელოთ აგერ არის ანგარიშის ნომრები აგერ არის ტელეფონის ნომერი რომელზეც უცხოეთიდან გზავნილის კოდი შეგიძლიათ გამოაგზავნოთ ვისაც გინდათ რომ კითხვა გამოაგზავნოთ პირდაპირ ეთერში Facebook-ის და YouTube-ის ჩატებში არის donation alert-ის ლინკი და ვისაც გინდათ რომ ჩვენი სპონსორი გახდეთ საერთოდ თავზე ხელი აიღოთ და ბოლომდე ასე ვთქვათ კონსერვატიულ რიგებში ჩაეწეროთ მაგისთვის არის Patreon-ის პლატფორმა მადლობა ყველას ვინც მონაწილეობთ ამ საქმეში ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი ფინანსური მხარდაჭერა თავიდან ბოლომდე ჩვენ მაგაზე ვართ დამოკიდებული მადლობა ყველას და დავიწყოთ მოდი ალბათ ჯერ ვიდეო ვაჩვენოთ და მერე დავაკომენტაროთ რა ორი სიტყვით თქვა ვიდეოში რა ხდება ანუ ყურბან ბაირამის დღესასწაულია დღეს მუსლიმებში და თბილისის სხვადასხვა რაიონში ეს ჩამოსული მიგრანტები პაკისტანელები არაბები ირანელები სხვადასხვა მიგრანტები სხვადასხვა ქვეყნებიდან აღნიშნავდნენ ამ დღესასწაულს და აი ერთ-ერთ უბანში რა ხდებოდა მე სხვა უბანში რა ხდებოდა აი სხვა ვიდეოები ვცელდება და როგორი სურათია ერთ-ერთ უბანში იქით ვახსა რატო რა მორჩა გამიშვი გადადგეს რატო რა ხდება one way it's blocked there რატო one way რა one way it's one way only come not go ვინ გითხრა go blocked ვინ გითხრა ასავლე ახლა გოგლოქარი ხო არა
მირთო ვერ არია თავის შუა. შოქში ვაგიფიცებ. ჩას ჩამიკეთეს ასე. ხა თან არ გახვიდეო. ეხლა იქიდან მოდიანო ვარტო, აქედან წაშლაო ბლოკია. რა დაგვიყვეს? ეს თბილისი არის. ვინმე თუ აი ახლა გადმორთეთ და კადრებს უყურებდით და ვერ მიხვდით რა ადგილი არის, ეს არ არის ან უცხოეთის ქუჩები, ეს არის თბილისი. და ეს არის ჩვენი რეალობა, ეს აღარ არის უბრალოდ მომავალი, რომელზეც გაფრთხილებდით. ეს არის უკვე ჩვენ რეალობა. მან სიმართლე თქვა ზუსტად გაუკვეველია, რომ დღესასწაულს აღნიშნავდნენ თუ ისე ხდება წერდნენ ერთ-ერთ ვერსიად, მაგრამ ეხლა მან როგორც მიდიოდნენ, რა მნიშვნელობა აქვს? ახალგაზრდები იყვნენ ბევრი და ასე შემდეგ, ცოტა თლად არ გავდა აი დღესასწაულის აღსანიშნავად. აი არ ვიცი და არ აქვს დიდი მნიშვნელობა დღესასწაულზე შეიკრიბა თუ რაღაცა სხვა იმაზე. აი მან თავარი არის აი ეს წყვილი ხო მიდის მანქანით. მაგას გავარჩევთ, მაგრამ რაღაცა მომენტში ეგ კაცი რო ამბობს რომ დაგვიპყრეს თუ რა ხდებაო? კი ეგ ხდება. გვიპყრობენ კულტურული ჩანაცვლება, ეთნიკური ჩანაცვლება, რელიგიური ჩანაცვლება მიმდინარეობს. ეგ კითხვა არ არის. ეგ არის რეალური პროცესი. ეს ხდება. კიდე ერთი ვიდეო ვნახოთ უკვე თბილისის ცენტრში. ნუ ქართულმა ოცნებამ თავრობის გინება აკრძალა. ამიტომ დიდი მადლობა ქართულო ოცნებავ, აი ამ რეალობის დაყენებისთვის, აი არ ვიცი, ნუ კანონით ერთადერთი ტექსტი რაც დაშვებულია აწი, დიდი მადლობა ამ რეალობის დაყენებისთვის. მე რა ვიცი, აბა სხვა რამე არის კიდე ეს რეალობა. ეს ხო შეიძლება არსებობს ეგეთი ადამიანები, რომლებსაც მე არ ვიცი რაღაც სხვა პრობლემები აწუხებს, მაგრამ ეს რეალობა ვისაც არ აწუხებს, ის აი ეგეთი ადამიანები ზოგადად, ვისაც აი ესეთი საკითხები არ აწუხებს, ეგეთი ადამიანები არ გულისხმობს თავის თავში სახელმწიფოს შენარჩუნებას. აი იმას, რომ კიდე იარსებებს ეს ქვეყანა. ესეთი რეალობა, რაც ეხლა ხდება, ეს თუ პრობლემად არ მიაჩნია უმრავლესობას, მაშინ წასული ყოფილა ამ ქვეყნის საქმე. და შეიძლება ვიღაცა ბოლომდე ვერაცნობიერებდეს აქეთ რომ მიდის. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან სწრაფად იცვლება ეს სურათი, ყოველ თვე სხვა სურათია უკვე. ანუ იმდენად სწრაფად იცვლება სურათი, რომ ამის არ შემჩნევა ძალიან უნდა მოინდომოს ადამიანმა სპეციალურად რომ არ შეამჩნია. მაგრამ ასე თუ გავაგრძელეთ, მეგობრებო, რომ აი ასეთი სიტუაცია დგება უკვე ჩვენს ქვეყანაში, რომ ისინი უკვე აქაურობის პატრონად თვლიან თავს. და ჩვენ თუ ასე არ ვიცი რაღაც ღრუბლებში ვიფრინეთ და რაღაც სისულელეებს გამოვეკიდეთ და ეს ნაციონალური მოძრაობა და ქართული ოცნების ჭიდაობას გადავაყოლეთ ამ მთელი ქვეყანა, ხო? მაშინ არ ვიცი, საერთოდ არაფერი არ გვეშველება. ეხლა არის დრო, აი
რისი თქმა მინდა მოკლეში დავსი რა. ყველა სხვა პრობლემა დავივიწყოთ მეგობრებო. ყველაფერი გვერდზე გადავდოთ და მოდი ამას მივხედოთ, აი ამ პრობლემას. ეს არის ნომერ პირველი საკითხი საქართველოში. საქართველო დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე დგება. ქართველები გარბიან და აი ასეთი სურათი დგება საქართველოს, ჩამოდიან საქართველოში, მკვიდრდება უკვე და უკვე თავის ქვეყანად მიიჩნევს ისე აქ უკვე საკუთარ სახლში გზობს თავს. სხვათა შორის აი ზურამ აღნიშნა, რომ ჩვენო აი ზუსტად ამ სურათის აღწერას ვახდენდითო წლების განმავლობაში და მე მახსოვს აი ხშირად როდესაც ვამბობდით ხოლმე აი რა საფრთხე შეიძლება დადგეს ერთ-ერთი საფრთხე საფრთხის მოდელირებას ვახდენდით შემდეგი ფორმით, რომ დილით გაიღვიძებ, სადღაც სამსახურში, სადღაც მიდიხარ და დახვდება რაღაცა ქუჩა ან უბანი, სადაც გეტყვიან, რომ იცი აქ შესვლა არ შეიძლება. აი ზუსტად მახსოვს, მე მგონი ერთი ორი გადაცემის წინ ვამბობთ ამას. რომ აი ზუსტად ეგეთი სურათი დადგება თქო და აგიხდა. თან მან აი ეგ ხო ძალიან სახასიათოა, რომ ვიღაცა ტიპი დგას, ქართულად ვერ ლაპარაკობს და მანქანას არ უშვებს სადღაც. არც პოლიციელია, არავინ არ ეკითხება სინამდვილეში მაგ ტიპს, არც ტრანსპორტის მოძრაობას, არც ვაფშე არაფერს არ ეკითხება მაგ ტიპს არავინ, ხო? მაგრამ არეგულირებს ძმაო უკვე იქ. ვიღაცამ ხო დააყენა. მაგათმა დააყენეს კაცო. კაცო. ანუ მაგა თვითონ ხო არ და ეხლა ეს ვიღაცა თვითონ ხო არ ჩაიცოდა, მოდი მე აქ რეგულაცია საჭირო და თვითონ ჩათვალეს საჭირო, ჯერ კიდე ისე თხოვნით რეჟიმში იყო, იმიტომ რომ ჯერ არ არიან დარწმუნებულები საკუთარ შესაძლებლობებში ბოლომდე. ჯერ 1-2-3 წელი კიდე ჭირდებათ. ეხლა 6 მილიარდიანი ინვესტიცია შემოვა, ყველა მთავრობის წევრს იყიდიან, უფრო მეტ შემოყრიან, კიდე მეტ შეცვლიან დემოგრაფიულ ბალანსს, ქართველებს კიდე უფრო გააქცევენ აქედან, ვინც დარჩება, შვილებს გაურყვნიან, გაალიბერასტებენ და მე როდესაც შეხედავენ, რომ წინააღმდეგობის გამწევი არავინ არ არის, მე სტოპის იმას კი არ დაიჭერს ხელში კაცო. აქვია მაგას. ციხლებით გამოყრიან აქედან ქართველები. ნიშანს, ხო და როგორი რაღაცაა, იცით, ჩემო ქართველებო რა. ამაზე გესაუბრებით, რა ვიცი, აი ალბათ რაც ჩემი თავი მახსოვს, რომ ყველაზე დიდი საფრთხე რამე თუ ჩვენ გვემუქრება ეს არის დემოგრაფიული ჩანაცვლება. ეს პროცესი მიმდინარეობს ევროპაში. ისეთ ქვეყნებში, სადაც, რა ვიცი, ხა რაღაც 100 მილიონი მოსახლეობა ცხოვრობს, 80 მილიონი, გერმანია, საფრანგეთი, იქ ვერ უმკლავდებიან. ანუ ერთ-ერთი ყველა ძლიერი წამყვანი ქვეყნები, რომლებიც ეხლა უკვე აღარ არიან ძლიერები, მაგის გამო, რომ თავისი ქვეყანა გაავსეს რაღაც გაურკვეველი წარმომავლობის ხალხები და თვითონ ლიბერასტები გახდნენ და მათ პრეზიდენტებს 30 წლით უფროსი ქალები, ცოლები ცემენ პირდაპირ ეთერებში. და თქვენ წარმოიდგინეთ ახლა ამ პრობლემას რომ ვერ უმკლავდება საფრანგეთი, გერმანია, ინგლისი და იქაც იგივე პრობლემები მიდის. საქართველო რანაირად გაუმკლავდება ამ პრობლემას. ჩვენ აი ინგლისს და საფრანგეთს თუ დასჭირდა რა იმ სურათის შესაქმნელად 40 წელი, 50 წელი 2 წელიწადში შეიცვლება საქართველოში 3 წელიწადში. ახლა მაგალითად 5 წლის წინ ეს სურათი წარმოუდგენელი იყო. რაღაც ასეულობით რაღაცა უცხო ტომელი თავისი ნაციონალური სამოსით ერთი სხვა რო არ დადის იმ ქუჩაზე მაგად გარდა. ცოლებით, შვილებით, ვიღაცა ტიპი დააყენეს შლაგბაუმთან, რომელიც მანქანებს არ ატარებს შიგნით. თქვენ წარმოგიდგენიათ ამ მიმართულებით თუ მიუშვით ეს საკითხი, ეს ტენდენცია ამ კალაპოტში თუ გაგრძელდა 5 წელიწადში რა მოხდება აქ? დავივიწყოთ ხალხო ეს ნაციონალური მოძრაობა და ოცნება. დავივიწყოთ საერთოდ აი ეს პრობლემები დავივიწყოთ. ეხლა ჩვენ თუ არ კონცენტრირდით ამ პრობლემის გარშემო და ცხადია პირველ რიგში ხელისუფლება არის ყველაფრის დამნაშავე.
ვინმე თუ არის პასუხისგებელი, არის ქართული ოცნება. ქართული ოცნების პოლიტიკის, ქართული ოცნების ინტერესების, ქართული ოცნების იქ ფინანსური კარტერული გარიგებების სურათია ეს. ეს ხალხი თავისი იმით, კაცო, იმით ტყით და დინარე კი არ გადაცურა. ისეთი ლიბერალური საიმიგრაციო პოლიტიკა გვაქვს, რომ ეს ხალხი დაუბრკოლებლად ჩამოდის, კაცო. ეს ხალხი ჩამოდის ზოგი სუდანიდან, ზოგი პაკისტანიდან, 17 ისლამურ უღატაკეს ქვეყნებთან, აზიის და აფრიკის ქვეყნებთან გვაქვს ყველაზე ლიბერალური საიმიგრაციო პოლიტიკა. გიორგი, ნახე ჩვენ ხო ჩასაფრებული და პოპულისტი ხალხი ვართ. და ტყუილა ვუტევთ მთავრობას ამ თემაზე. საქმე რაშია, იცი? ჩვენ ჭიქაში ვქმნით ქარიშხალს. ესენი ახალგაზრდები უბრალოდ ჩამოსული არიან სასწავლებლად და მერე წავლენ უკან. კი. ეგ არგუმენტი არის ძალიან ეთყობათ, რომ სასწავლებლად არიან. ჩატახური არგუმენტი, რომელსაც სინამდვილეში სამთავრობო პროპაგანდა და მისი ირგვლივ დარაზმული ხშირ შემთხვევაში ბჭყალებში კონსერვატორის სპიკერები თემის გასანეიტრალებლად იყენებენ ხოლმე. საერთოდ სასწავლებლად ჩამოსულები არიან არენერვიულად ხალხო წავლენ. ეგ რანაირი არგუმენტი იცი, ჯერ ერთი ტყუილია უმრავლესობა სასწავლებლად არის ჩამოსული, მაგრამ ამის იქით ვინც თქვა სასწავლო ვიზით არის ჩამოსული, ზოგადად მიგრაციის ერთ-ერთი მთავარი ფორმა, მექანიზმის რაღაც ქვეყნების შეღწევის, დასავლურ ქვეყნებში შეღწევის არის სასწავლო ვიზის აღება. ან ვიღაცა რო ჩადის არის საიდანაც კი აფრიკიდან, აქედან, აი ქართველებმა ხო იციან აი დასავლეთში ჩასვლა სანამ ვიზო გაჩნდებოდა ევროპაში, ხო? ან სხვა ქვეყნებიდან შესვლის შეღწევის რაღაც მექანიზმი ხო არ არის ესე არის კი საზღვარზე გადაპარვაც არის, მაგრამ არის მექანიზმი ერთ-ერთი ყოველთვის გავრცელებული, იქამდე ჩააღწიო და ხანგრძლივი დროის განმავლობაში შეგეძლოს იქ დარჩენა იმისთვის, რომ გარკვეული საფუძველი შეიქმნა, რაღაც დააორგანიზო შენ საფუძველი იმისა, რომ დიდხანს დარჩე. ან ბინადრობის უფლება მიიღო, ან მოქალაქეობა მიიღო, რაღაც დრო ხო გინა ამისთვის და იქ ოპერირების საშუალება. ყველაზე კომფორტული და რაღაცა მარტივად მისაღწევი თუ რამე არსებობს, არის რომ რაღაცა სასწავლებლები, რომლებიც არაფერ განათლებას ხშირ შემთხვევაში არც იძლევიან და დიდად და არის დახსნილი ისე დაბალი ხარისხის, მაგრამ ბევრი გადაიხდი სწავლების ფულს იმ ბიზნესს აწყობს და ის თვითონ ხეირობს ბიზნესის მეწილეების თვითონ თავრობის წევრები არიან, როგორც წესი ბიზნესი საქართველოში ოპერირებს თავრობის ელიტა, ბიზნეს ელიტა, თავრობის ირგვლივ შემოკრებილი, ხეირობენ ფინანსური თვალსაზრისით ისევ თვითონ სანაცვლოდ ის ვიღათ მიგრანტები სხვადასხვა აზიური ქვეყნებიდან იღებენ აქ წლობი ცხოვრების საშუალებას და აქ ინტეგრირების, ფესვების გადგმის, ეკოსისტემის შექმნის და მე მათ ირგვლივ ახალი და ახალი ხალხი შემოდის. ამიტომ ეს განათლებისთვის შემოდიან. განათლებისთვის შედინება ხშირ შემთხვევაში არის ბაზა მასიური მიგრაციის ყველგან. როგორც წესი, აქაც იგივე. როგორც წესი ვიღაცა მასიურად მიგრაციას რო ახორციელებს, არავინ არ ჩადის სხვა ქვეყანაში როგორ ტექსტი იცი? გამარჯობათ, მე აწი თქვენთან უნდა ვიცხოვრო. რავი, აგერ საქართველოსდან უამრავი ადამიანი მიდის ეგრე ამერიკაში და ევროპაში, ხო? ეგეთი ტექსტით ხო ძალიან ცოტა მიდის, ვიღაცები ბარდებიან, რომ აი პოლიტიკური თავშესაფარი მომეცი, დანარჩენი აკეთებენ როგორც წესი, ან ტურისტულ ვიზას, ან აკეთებენ სასწავლო ვიზას და იქ მერე ადგილზე ჩალიჩობს ყველა, რომ რაღაცნაირად დარჩეს. და ხوار შეიძლება ადამიანმა მიზანმიმართულად თავი გამოიდებილო, ვითომ არავინ არ იცის, რომ ეგ ეგრე არის. და მე კიდე მოდი უფრო გავამარტივებ, რა მოდი რა. აი, როგორ გავამარტივებ, იცი? ვაფშე არ მაინტერესებს ვინ რატო ჩამოდის რა. მე რანაირად საზღვრავ და თქვენც ხალხო მოგიწოდებთ, რომ ეგრე მიუდგეთ საკითხს რა. აი, ვიღაცები ხო გეუბნებიან, რომ არა გვაქვს ეგ პრობლემა, არა გვაქვს კაცო თქვენ. ჩვენ ხო ვამბობთ, რომ ეგ პრობლემა არსებობს. არც ჩვენ დაგვიჯერო, არც იმათ არ დაუჯერო. არავის არ დაუჯერო, აი გარეთ რო გადიხარ. ხო ატყობ გარემო როგორი არის. 10 წლის წინ რა გარემოც იყო, ხო გახსოვს. ეხლა
მასშტაბურად რო შეიცვალა სიტუაცია. ხო ხედავ, აი თვალები ხო გაქვს შენი საკუთარი. აი ამ ვიდეოებს ხო ხედავ. არ მაინტერესებს ვინ რატო ჩამოვიდა, მე რა ვიცი, იცი? ადრე არ იყვნენ, ეხლა არიან. და დანარჩენი ეგ არ ყვიოს ვინ, იცი? ვინ შემოუშვა ეგენი აქ? მე ვიცი რომ ადრე ჩემ ქვეყანაში ესეთი სიტუაცია არ იყო, ეხლა არის. ესე იგი პრობლემა არის. და ყველა ვინც ცდილობს რომ ეს თემა მიაჩუმათოს, გადაიაროს, ვითომ არ არსებობს, ეგ ხალხი სინამდვილეში მუშაობს ერთ რაღაცაზე. ოღონდ ოცნებას რამე პრეტენზია ვინმე არ წაუყენოს და შავზე თეთრს კი არა, კაცო, ყველაფერზე ყველაფერს იტყვიან რა. აი ეს ახლა სიტუაცია რაც არის, აი ამ ქუჩაში რაც ვაჩვენეთ რა, ანუ რაღაც მამაკაც და ქალბატონი მანქანით მიდიან და ვიღაცა ტიპი ქართულათაც რო ველაპარაკობს, აქეთ აღარ გაიარო, რაღაცა პაკისტანს გავს იქაურობა და კითხვა უჩნდება ადამიანს, რომ რა ხდება, დაგვიფყრეს. ვინმეს თუ კიდე ისაა გასახსნელი, რომ ეს განსხვავდება იმ მდგომარეობისგან, რომელიც ადრე იყო ერთი და მეორე ეს პრობლემაა, ეგეთი ხალხის აზრი შეგვიძლია თამამად ფეხზე დავიკიდოთ, იმიტომ რომ არ არის გასათვალისწინებელი ისეთი ადამიანის აზრი, რომელიც შეგნებულად თავს იდებილებს. და ვინც ამაში ხედავს პრობლემას, მაგ ხალხმა უნდა გავაკეთოთ შემდეგი ნაბიჯი და ვთქვათ, რომ აი პრობლემა ხო გაჩნდა. პრობლემა გაჩნდა კონკრეტული მთავრობის ხელში. ეს რაღაცა აბსტრაქტულად შეიძლება მოხდეს, რა ვიცი, რაღაცა მეტეორი შეიძლება დაგვეცეს. და ვერ ვიტყვით, რომ აი მთავრობა რასაკეთებს, რა ვიცი, მეტეორი ჩამოვარდა. ბაზარი არ არის. სადღაც შეიძლება მეწყერი ჩამოწვეს. გასაგებია, რა ვიცი, მთავრობა სტიქიას და ბუნების ძალებს ვერ აკონტროლებს, მაგრამ მთავრობას რო ვირჩევთ, ერთ-ერთი მიზეზი რატოც ვირჩევთ, არის რომ საზღვარი აკონტროლოს. აი, ვინ შემოუშვას და ვინ გაუშვას ამ ქვეყნიდან, ეგ არის მთავრობის ერთ-ერთი ფუნქცია. და ეგ ფუნქცია თუ დებილურად შეასრულა და ცუდი შედეგი დაიდო, ეგ პასუხი უნდა მოეთხოვოს ვინც გააფუჭა იმას. და მაგაზე თუ არ შევთანხმდით, არაფერი არ მოევლება ამ საკითხს. მაგ პასუხის მოთხოვნას თუ ვერ ვახერხებთ, მაშინ ვერც ამ პრობლემის გადაჭრას ვერ ვახერხებთ. ამ პრობლემის გადაჭრას ჭირდება ვინც დამნაშავეა. ვინც არის დამნაშავე, რომ ეს პრობლემა დგას. ის ადამიანები, იმ ადამიანებმა პასუხი უნდა აგონო მაგ დანაშაულზე და საერთოდ ასე როგორი პოლიტიკაც ახლა აქვს საქართველოს. ეს მთლიანად უნდა გამოსწორდეს ძალიან ჩქარად, თორე ჩვენ თუ ასე გავაგრძელეთ და ჩვენ თუ აი რაღაცა უბრალოდ ლოზუნგები დონეზე დავტოვეთ ეს ყველაფერი, აი რა საშინელება ხდება, აი რა გვეშველება. მარტო ასე დონეზე თუ დავტოვეთ და არ ვიმოქმედეთ, ნაბიჯები არ გადავდგით, რომ პოლიტიკა გამოსწორდეს და ვინც აშავებს, ვინც ამ სიტუაციას აყენებს, მას თუ პასუხი არ მოთხოვეთ, მაშინ მეგობრებო, ეს გაგრძელდება და ნურცის გაგვიკვირდება, რომ უკვე რომ მოვიხედავთ და რატო ვართ ამ დღეში, ეს შეკითხვას გადავსვავთ, იმიტომ ვართ ამ დღეში, რომ ვინც არის ამ პრობლემის გამომწვევი, იმას ძალას ვაძლევთ, იმას პირიქით ვუფასებთ, არათუ პასუხს ვთხოვთ. პირიქით დაფასებულია ისა და როგორ გამოსწორდება. აი ერთი ბოდიში რო შეგაწყვეტი რა, საქართველოში არის ერთი პრობლემა. კონკრეტული პრობლემა არის, არავის არ მოწონს თან ამას რო ეუბნები რა. საქართველოში როგორ დგას იცი საკითხი? არჩევნებზე რომ მიხვედი და ვიღაცას რო ხმა მიეცი, მერე იმან რა აკეთა, საქართველოში ითვლება რომ შენ არ გეხება. მე ხა რავი 41 კი შემოვხაზე, მაგრამ ეხა ესენ რაღაცას აფუჭებენ, მე რა შუაში ვარ. შუაში ხარ კაცო შენ. აი შენ კონკრეტულად ვინც მიეცი ქართულ ოცნებას ხმა და როცა გეუბნებოდით, რომ ეხლა არანაირი ნაცები აქ არ მობრუნდებიან და ეროვნულ ძალებს მოგვეცით შანსი, რომ ეს დავაბალანსოთ, რომ გაექანეთ და რომ გადახტით მაინც და ამ ოცნებას რომ მიეცით ხმა, ეს პოლიტიკა ტარდება ოცნების მხრიდან
ძალიან დიდი ხანია. და ოცნებას რომ ხაზა ვიგულისხმება რომ მათ შორის აი ამ პოლიტიკას ხმას აძლევ. ეგრე არ არის მარტო რომ მე ოცნებას ხმას იმიტომ აძლევ რომ უბრალოდ ნაცები არ მოbrunდნენ. არა. შენ შეიძლება მაგიტო აძლევ. თავარი мотиваცია ეგ აქვს. მაგრამ მაგასთან ერთად ამასაც აძლევ ხმას. ეგრე არ არის. ანუ შენი არჩევანიც არის ვინც 51 შემოხაზე წინა საპარლამენტო არჩევნებში და რო გეუბნებოდით რო არ გაითვალისწინე შენი არჩევანიც არის ეს სიტუაცია რო დგება. სხვათა და ამას დასამუნათებლად კი არ გეუბნებით კაცო. კიდე მოვა არჩევნები და კიდე იგივეს თუ გაიმეორებთ, იგივე შედეგი დადგება. სხვათა შორის არა მარტო 51 ნომერი. აი აქ ხა კომენტარებში ცხადია სამართლიანად ადამიანები წერენ, აი კონკრეტულად რა უნდა გავაკეთოთ. ვინც ამ საფრთხეს აღვიქვავთ და გვინდა მოქმედება და ამ პრობლემების გამოსწორება. ხალხო, როგორი რაღაცა, იცით? მოყურეთ. ამ პრობლემაზე ვსაუბრობთ ძალიან ცოტანი. საინფორმაციო თვალსაზრისით ალბათ, რა ვიცი, 2%. ხო, რა დაფარვაც არის საქართველოში. გინდ მეინსტრიმ მედიის, გინდ ინტერნეტ პოლიტიკურ სივრცეში მარტო პოლიტიკურ სივრცეში საერთოდ ჩვენ ვსაუბრობთ მარტო აი პოლიტიკური რაღაც სუბიექტები ვინც ვართ. და როგორი რაღაცა, იცი, იმეც რო ჩართავ. თავარს არ არის, მაგრამ ნუ რა ვიცი, თავის Facebook პირველი ხო არის? პირველი ხო არის, ფორმულას რო ჩართავ, რადიო თავისუფლებას, პოსტივი, რაღაცა პალიტრა, შმალიტრა, რაღაცეები როა, ან ჩვენნაირი ინტერნეტში, ბჭყალებში მოღვაწე ადამიანები რო არიან. რამდენი ვითომ პოლიტიკოსი და აქტივისტი ამახვილებს ამ პრობლემაზე ყურადღებას? არავინ. ამაზე ვსაუბრობთ მარტო კონსერვატორები. ნუ კონსერვატიული ფლანგი. ამიტომ როგორი რაღაცაა, იცით? გარდა იმისა, რომ თავრობა არის პასუხისმგებელი და თავრობას უნდა მივაწვეთ, საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი საერთოდ არ აღიქვავს ამ პრობლემას. საერთოდ არ მიაჩნია ეს რამე სერიოზულ კატასტროფულ მდგომარეობად და ეგეც სერიოზული დამაბკოლებელი ფაქტორია. თუ საკმარისზე მეტი ადამიანი, საკმარისზე მეტი საქართველოს მოქალაქე არ დარწმუნდა, არ გაუსწორა ამ საფრთხეს თვალები, ასე მარტო რაღაცა საზოგადოების 2 და 3% ამ პრობლემას ვერ მოვაგვარებთ, კაცო. ამ პრობლემას ჭირდება პირველ რიგში აღიარება, რომ ეს პრობლემა არსებობს, არ უნდა დავიმშვიდოთ თავი, რომ არაფერი ეხლა შეიკრიბნენ იქ, კი ბატონო რაღაცა სტოპი იმით ნიშნით იდგა ის ვიღაც პაკისტანელი თუ არ ვიცი ვინ და არ უშვებდა ადგილობრივ მოქალაქეს. მაგრამ ნუ რაღაცა ხდება ხოლმე უნდა გაუგოთ. რა უნდა გაუგოთ? ვის უნდა გაუგოთ? აი პრაქტიკულს გეტყვით რა, აი ძალიან პრაქტიკული რაღაც არის რა. ჩვენ რო ეხლა ყოფილიყავით პარლამენტში, ამ თემაზე პოლიტიკური სიტუაცია იქნებოდა სხვანაირი. იმიტომ რომ 6-7 წელია თუ საჯარო სივრცეში რაც კი ჩანვართ, სულ ამაზე თუ ლაპარაკობთ, ესე იგი გვაწუხებს ეგ თემა და ამაზე იმდენად დავძაბავდით, რომ რაღაცას გამოსწორებას მივაღწევდით. თუ ადგილობრივ თვითმმართველობაში საკრებულოებში ჩვენი ხალხი შევა, საკრებულოების დონეზე ამ თემაზე დავძაბავთ ხოლმე. თუ ეგ არ ხერხდება, მაშინ ირჩევთ ხალხო ამ მდგომარეობას. ამაზე მარტივად როგორ ახსნა აღარ ბოდიშით და რომ შეგაწყვეტ ელემენტარს მინდა გამოეხმაურო, იმიტომ რომ რასაც ახლა ვლაპარაკობთ, სინამდვილეში აი ამ პრობლემაზე რატო ვერ ხერხდება? მოგვარება მაგას გამოხატავს რა. ჯერ პარტია შექმნით ისეთი ვინც ნაცებს მოერევა და მერე იბლატავეთ. აი ხა უყურე, აი რაშია საქმე, აი რატო მინდა რომ გამოეხმაურო რა. მეგობა რომ აი უყურე რა სისულელეს იძახი რა, აი მაგის ასახსნელად საქმეზეც გავრცელდება და მაგიტო ლაპარაკობ. თუ კი რასაც ვლაპარაკობთ, აი ახლა რა პრობლემასაც ვაჟღერებთ. ამას თუ მხარი არ დაუჭირე და თუ კი ხალხმა მხარი არ დაუჭირა, რანაირად ეს მორევა რანაირად წარმოგიდგენია, აი უბრალოდ ახსენი
სურათი როგორ გამოიყურება თუ ხალხი ხარს არ უჭერს პოლიტიკურ ძალას რომელიც ერევა ყველას ოღონდ ის პოლიტიკური ძალა მორევა რაში მდგომარეობს ჩხუბში უნდა მოვერიოთ რაღაცა ფილმი გაქვს ნანახი სადაც ვიღაცა გაექანდა ყველას მეგობარო რაშია იცი საქმე მოსახლეობის მხარდაჭერით წყდება როგორი იქნება ეს ქვეყანა ვინ ვის ერევა პოლიტიკურად ეგ წყდება იმითი ვინ ვის დაუჭირა მხარი და რაზეც ეხლა რა პრობლემაზეც ვლაპარაკობთ ამას თუ მხარი არ დაუჭირა ხალხმა არაფერი მორევა არ არსებობს სხვანაირად მორევა ხდება უმრავლესობა რა პოზიციასაც დაიჭერს მაგ პრინციპით და ეხლა რა არის ისი თუ კი ეხლა მე მესმის რომ სინამდვილეში როგორ არ დგას იცი საკითხი ხალხი აქცევს საკითხისა დგას თქვენ ბიჭო ოცნებას ოღონდ არ შეეხოთ რა ოცნებას რა არა თან სხვანაირად არა თან როგორ დგას არავინ არ ბლატაობთ ჩათლახები არიან ASN-ი ამას რო აკეთებენ კი არ ბლატაობთ აი ჩათლახები არიან ეს შენაირების ბრალია ამას რო უტარებს ხალხი ჩვენ არ ბლატაობთ რავი არაფერი მეტი არაფერი შეგვიძლია აგერ უბრალოდ პრობლემაზე საუბრის მეტი არაფერი არ შეგვიძლია შენაირების ბრალია და თავრობამ აკრძალა თავის შეგინება მაგრამ შენაირების შეგინება არა უკრძალია და რა ვიცი აი საგინებელი ხარ ჩვეულებრივად რასაც ამ ქვეყანას უკეთებ იმიტომ რომ რავი ჩვენ კი არ ბლატაობთ ჩათლახურ პრობლემაზე ვლაპარაკობთ და ამ პრობლემაზე ლაპარაკში პრობლემას რას ხედავთ აი მეტი ამის დედავატირია ეს წაშალით საერთოდ ეს დაბლოკეთ ეს ტიპი რა ხო და მე რაზე მინდა ძნელი ამ თემაზე რატო არ რთული ლაპარაკი რა არის ნაწილი რომელსაც ესმის ეს ამ პრობლემის შინაარსი და მათ რო უხსნი ნუ ისედაც იცი მაგრამ არის ნაწილი ვიღაცას ჩათლახები რომლებიც ნუ საგინებელია რა მეტი აი პრობლემა და არ აღიქვავს და თან აქეთ გიტევს ფეხებზე კიდია და აქეთ გიტევს ხო მან აი აი მაგას ეხა ეგ არის სინამდვილეში აქ ასახსნელიც არის ეგ რატოა პრობლემა ეს რაც ხდება ისე კი არ არის რომ რაღაც ნაწილს არ უნდა აუხსნა რატოა ეს პრობლემა აი რაღაც ნაწილს არის მის აქეთ გიტევს ვიღაცას ფეხებზე კიდია ხო და ასახსნელი ეხა სინამდვილეში დარაზმეს ვიღაც მოკონსერვატორო სპიკერების დარაზმეს და აი არ არის ეგ არაფერი საფრთხე არ არის არაფერი პრობლემა არ არის აი ამას ხსნიან და ეს შემოდინება მაგალითად ვიღაცები სწავლობენ და რატო ნერვიულობთ ასე აყენებს საკითხს ხო ეხლა სწავლობენ აი რო სასწავლებლად რო შემოვიდეს 2 მილიონი აფრიკელი ავი არ მინდა და თან როგორ იცი აი ყოველ წელს შემოდიან გადიან მაგრამ 2 მილიონი სუცხო ეგ რა არგუმენტია სასწავლებლად სულ ეგრე იყო ხო არ არის ანუ აქ თუ კულტურული ველი იცვლება იმდენი შემოდის თუნდაც სასწავლებლად ეგეთი გარღვეული სივრცე თუა იმისი რა ქვია საიმიგრაციო თვალსაზრისი ავი იყო სასწავლებლადაც პრობლემა ამის გარდა სასწავლებლად თუ შემოდის ვიღაცა საერთოდ აქ დასამკვიდრებლად შემოდინების მექანიზმი რა არის ასე ხო არ არის აი არავინ არ არის იმათგან და ვეღარ მკვიდრდება იმიტომ რომ ადგილზე არავინ არ ხვდება იმისთვის რომ ვიღაცები დამკვიდრდნენ უნდა შეიქმნას გარკვეული ეკოსისტემა რაღაც ნაწილი უნდა ცხოვრობდეს იცოდეს სად დასაქმდეს რა ჩამოვიდა ვიღაცა იცის გლობოში ვიღაცა იცის ვინც ამაში დაეხმარება ვიღაცა იცის ვიზას გაახანგრძლივებინებს ვიღაცა იცის საკუთრებას როგორ იცის რომ ისეთი ქვეყანაა და ისეთი მთავრობაა რომ პრობლემები არ შეექმნება რაღაცა ეკოსისტემა უნდა გაჩნდეს მაგ ეკოსისტემ იმისთვის რომ ეფექტური იყოს ექსპანსია მაგ ეკოსისტემის გაჩენის ერთ-ერთი ეფექტური მექანიზმი არის სწორედ სასწავლებელი ვიზები რომელიც არის მარტივი კანონმდებლობით პრობლემას არ წარმოადგენს იღებ
შემოდიხარ და ნუ რა რაოდენობისგან შეზღუდული არ არის და დროში აღარ ახარ შეზღუდული წლობით შეგიძლია იყო. ოცნების 50 ეს რა? წარიანი პროპაგანდისტი მაგით გიправებს მე. ხო და მე ოცნების პროპაგანდისტები მაგით აправებენ რომ რაღაცა იცი რა ეგენ სასწავლებლად არიან და ნუმერულობს. სასწავლებლად შემოდინება არის დამკვიდრების და ათვი ქვეყნის. რა მნიშვნელობა აქვს ხო იცი აი ვინ მოკლავს ან რით მოკვდები.